გამარჯობა მეგობრებო, რა არის ჩემი ხელში თუ იცის? ბევრმა იცი, მაგრამ ბევრი ფიქრობს რა არის. ეს არის მეგობრებო გოგრის თესლი. Pumpkin seed ინგლისურად ეძახიან მაგას. ეს თესლი ეგეთი ძლიერია, რომ დღეში 2 ჩაის ყოდში შედის მაგნეზიუმი იმდენი, რომ თელი დღის ნახევარი ნორმა რო გააკმაყოფილო. დღის ვიდეოში რა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის გოგრის თესლს, რა არის მაგისი სწორი მიგების წესი, მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდე, ჩვენი ორგანიზმში 90% დაავადება რო მოდის, ეს არის სიმპტომები, მინერალების, ვიტამინების დეფიციტის სიმპტომებია. თქვენ თუ არ იცი იმ სიმპტომებს და არ აბარებს სისხლის ანალიზი, ვერადროს იმ სიმპტომებიდან გარეთ არ მოხვალ და მე ნელ-ნელა ეს სიმპტომი გახდება რაღაცა სერიოზული დაავადება. იმიტომ ჩვენი კვებაში უნდა გქონდე ეგეთი რაღაცები, ეს არის სუპერ საჭმელი. გოგრის თესლში შედის მეგობრებო პროტეინი, ცინკი, რკინა და მაგნეზიუმი. თქვენ უნდა იცოდე, მარტო მაგნეზიუმი არის ჩვენი ორგანიზმში შიგნით დაახლოებით 300 ეგეთი პროცესებში მონაწილეობს, როგორც ენერგია, მაიქროკონდრია რო კარგად იმუშაო, ენერგია რო მოგცე. ნერვული სისტემა, გულის ფუნქციები, ნერვების ფუნქციები. ზოგი ადამიანს დაბუჟულია, გაკრუნჭული, გამე ფეხები რო არ ისვენებს, ეგეთი პრობლემები მაგნეზიუმის დეფიციტისგან მოდის. თუ თქვენ გექნება კვებაში, მაშინ ეგეთი პრობლემები არ იქნება. აიურვედაში ითვლება გოგრის თესლი მაგისთვის, რომ თუ ადამიანი ჭამს და გადამუშავების სისტემა კარგად არ მუშაობს, ესე იგი მაგნეზიუმის დეფიციტია. ანუ მაგნეზიუმი მონაწილეობს იმ პროცესით, რომ ჩვენი ნაჭამი საჭმელი კარგად გადამუშავდე და მაგნეზიუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყველაზე კარგი წყარო არის გოგრის თესლი. გულისთვის არის კარგი, იმიტომ აქ არის მეგობრებო კარგი ცხიმი. კარგი ცხიმი ომეგა-3. ომეგა-3 თუ საკმარას იგებ თქვენ გულის დარტყმებისთვის და გულის საერთო ჯანმრთელობისთვის კარგია. ცუდი კოლესტერინი ყოველთვის იქნება ქვევით, კარგი კოლესტერინი იქნება მაგალი. რომ მაგალი იქნება, მაშინ კალციფიკაცია ან სიცხლში კოლესტერინის დონე, ცუდი კოლესტერინის დონე მაგალი რო არ წავა, მაშინ სიცხლის მოძრაობა კარგად იქნება. და ცუდი სიცხლის მოძრაობისგან იმდენი პრობლემებია მეგობრებო, twinამდე თუ სიცხლის მოძრაობა კარგად არ მიდის, სიბერესი, ალცჰაიმერი, პარკინსონი, ზედმეტი შაქარი მიდის. შაქარის მეტაბოლიზმი კარგად არ მიდის. ნერვების პრობლემა. გამე რო ცოტა ხანი ერთი ადგილზე დადეს ხელი და ხელი ვერ იმოძრავებს. იმიტომ სიცხლის მოძრაობა კარგად არ არის. ასაკი რო იმატება, კაცებში პროსტატის პრობლემა იმატება. BPH. პროსტატა როცა ანთების პროცესი მიდის, ან პროსტატა ეძახიან გადიდებულია პროსტატა. ეს პროსტატა როცა გადიდებულია, შარდვის დრო წვა, ვერა შარდავს, კარგად შარდვა არ მოდის. ეგეთი პრობლემები როცა კაცი ასაკში მიდის, იმაც მოდის. გოგრის თესლში არის მეგობრებო ფაიტოესტროლი და ზინკი, რომელიც პროსტატის ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა. მეგობრებო, ზინკი არის ერთ-ერთი მინერალი, რომელიც აძლიერებს ჩვენი იმუნიტეტით. თუ გინდა მალე არ გაცივდე ნებისმიერი ვირუსი, თქვენ პირველად არ შევხვდე, თქვენ ყოველდღიური კვებაში თქვენ უნდა აუცილებლად უნდა ჭამო გოგრის თესლი. თუ არ გძინავს გამე კარგად. აქ შედის მეგობრებო ერთ-ერთი ამინოს მჟავა, რომელიც ეძახიან ტრიპტოფანი. ტრიპტოფანი რომ მიდის ტვინში, ის უმატებს სეროტონინი, რომელიც ხიარულის ჰორმონია, რომ გრძნობს რომ კარგად ავარ. და მერე ეს სეროტონინი გაკეთდება მელატონინით. როცა მელატონინი არის, რომ კარგად გემრიელად 8 საათი, 6 საათი კარგად დაიჯინო ადამიანი და
პამპკინი ცნობილია მეგობრებო ინსულინი რო სენსიტიური იყო. ინსულინი როცა სენსიტიური იქნება მეგობრებო, ინსულინის რეზისტენტის პრობლემა არ იქნება. კარგად გამოიყოფება და თავის საქმე კარგად გააკეთებს და იკონტროლებს მერე ზედმეტი შაქარი. ინსულინი როცა კარგად არ მუშაობს, შაქარის დონე მიდის ზევი. იმიტომ თუ გაჩუქებს დიაბეტის პრობლემა, მაშინ თქვენი კვებასიც აუცილებლად უნდა იყოს ეს, როგორც დარიჩინი, ვაშლის ძმარი და კვება როგორც კი გასწავლე, როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა წაიკითხო პროდუქტებზე და იქ თუ იქნება გოგრის თესლიც, თქვენ იბრძოლებთ კარგად დიაბეტს. შედის დიდი რაოდენობით ბოჭკო მეგობრებო, ბოჭკოვანია. ჩვენი ნაწლავის ბაქტერიების საწმელი პლუს უმატებს ბალკ, ანუ შიგნით ნაჭამი საწმელი კარგად რო გარეთ წავიდე მეორე დღე, ანუ გადამუშავების სისტემა კარგად იმუშაო და მერე რას თელი დღე ჭამს, ეს მეორე დღე რო გარეთ გამოვიდე. ჯოგ-ჯოგი ადამიანი 2-3. დაჯე მედიცინა ეუბნება, რომ მესამე დღე კუჩში რომ მიდიხარ, ეს უკვე ნორმალურია. ეს არ არის ნორმალური. 24 საათი ჭამს. მეორე დღე ეს გარეთ უნდა მოვიდე. ეხლა როგორ უნდა ჭამო ეს და რამდენი დღეში? დაახლოებით 2 ჩაის კოზი. ან მაქსიმუმ 30 გრამი დღეში შეიძლება რომ გოგრის თესლი ჭამო. როგორ უნდა ჭამო? ნებისმიერი რამით შეიძლება. ღამე წყალში დატოვე და დილით ჭამე, ეს 1. მეორე, მე როგორ ჭამს? მაჭონი, დაახლოებით 150 გრამი მაჭონი, ეს თესლი, სხვადასხვა კაკალი ნუში შეიძლება, სნეკი გამოდის საკმარისი, შედის ცხიმი, რომ ერთი საწმელიდან მეორამდე მალე არ მოგშივდე. ანუ საგამომდე სავსე რო იყო კუჭი. მოხალულით შეიძლება, თაფაძე შეიძლება ცოტათი მოხალო და ისე ჭამო. ღამე ჭამა შეიძლება, დღე ნებისმიერი დროს შეიძლება ჭამა. სასარგებლოა ძალიან მეგობრებო, ყოველთვის კვება სწორი და ეგეთი პროდუქტები თუ გიქნება თქვენი კვებაში, ბევრი ეგეთი პრობლემები, რომელიც ამ ნიუტრიენტების ნაკლებობისგან მოდის, არადროს არ იქნება. თუ მოგეწონა ვიდეო, გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, კარგად და ბედნიერად.